დევნილები უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ დევნილთა სამინისტროსთან დროებით იძულებით გადაადგილებული პირების აქციას მართავდნენ დღეს. აფხაზეთის ომიდან 3 ათწლეულის შემდეგ დევნილთა დიდ ნაწილს არ აქვს ამ დრომდე მუდმივი საცხოვრისი და მათი უმეტესობა დროებით კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობს. ღირსეული და ადამიანური პირობების გარეშე. დევნილები ამბობენ, რომ ბუნდოვანი საბინაო პოლიტიკა მრავალწლიან კორუფციულ ურთიერთობებსა და სქემებს ედგას. ისინი სახელმწიფოსგან საბინაო პოლიტიკის გამჭვირვალობას და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს ითხოვენ. დევნილებს უწევთ აგერ უკვე 33 წელია ბინის რიგში ყოფნა და დღემდე პირველი თაობის დევნილებიც კი არ ყავთ დაკმაყოფილებული. აქედან გამომდინარე ვაპროტესტებთ იმ კორუფციულ სისტემას, რაც განსახლებას ეხება. ამ სისტემაში მახინჯი ის არის, რომ არ კონტროლდება ამ ბინების გადანაწილება და ჩვენ არავინ არაფერს არ გვეკითხება, ისე ანაწილებენ ამ ბინებს. ძალიან ბევრია ბინით დაუკმაყოფილებელი და იმის მაგივრად, რომ მათზე იზრუნონ, აი აქ მოსულ დევნილებს აბუჩად იგდებენ, მოსმენაც არ უნდათ და ვისაც ბინები ეკუთვნის, მათ აიგნორებენ და არის კორუფცია და როცა პირველმა პირმა ამ რეჟიმის პირველმა პირმა დავასახელებ ივანიშვილმა რო გითხრა, სანამ მოვიდოდა ხელისუფლებაში, იქამდე დევნილებს ვჭირდებოდით დევნილები, ყველა რეჟიმს ვჭირდებით იმისთვის, რომ თავიანთი გაინაღდონ, მოგვატყუონ და მერე თვითონ კორუფციაში არიან ჩაფლულები. ჩვენ არ ვართ ლტოლვილები, ჩვენ ვართ დევნილები, ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულები. შესაბამისად ეს ტკივილი, რომელსაც თითოეული დევნილი ატარებს, უნდა გაიაზროს ჩვენმა საზოგადოებამ. და აი ამ ჩაგვრის და აი ამ სიჩუმისთვის პასუხი უნდა მოთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც ვალდებულია, რომ დევნილები დააკმაყოფილოს, აი თუნდაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ დევნილების სახლში და წინა მთავრობის შემთხვევაშიც, ამ მთავრობის შემთხვევაშიც იყო დაპირება, 12 წლის წინ დაპირდა პირადად ბიზინა ივანიშვილი დევნილებს, რომ სადაც ისინი იყვნენ შესახლებულები, ეს ფაქტები დაუკანონდებოდათ, მაგრამ სელექცია მოხდა რა, რაღაცა ფაქტები, რომლებიც აწყობდათ დააკანონეს, რომლებიც არა, დღემდე არ არის დაკანონებული. შეურაცხყოფის, უგულებელყოფის, დამცირების, დღის წესრიგიდან გარიყვის, მეტი არაფერი არ მიუღია დევნილებს სახელმწიფოსგან, არც ერთი ხელისუფლებისგან პირდაპირ ვიტყვი, თუმცა ჩვენ მე-13 წელია უკვე ამ ქვეყანას მართავს ერთი და იგივე ხელისუფლება და 13 წელი 72 წლიდან გავიდა ისე, რომ დევნილების არაფერი არ გაკეთებულა და მეტიც რაღაცა უკვე მესიჯად გამოგზავნა თითქოს ამ ხელისუფლებამ და ამ სახელმწიფომ, რომ დევნილმა უნდა მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმებს, რომ მისი ხმა ვინმემ გაიგონოს. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ეს აღარ მოხდეს. უფრო ფართო საზოგადოებას უნდა გავაცნობათ ამ ადამიანების ტკივილი, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის და ზედაპირულად უყურებენ მათ პრობლემებს. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ის გვეუბნება, რომ თითქოს პრობლემა არ არსებობს და ისინი მუშაობენ და არიგებენ ბინებს, თუმცა მათივე ტროლბოტები ადასტურებენ იმას, რომ ეს ყველაფერი ხდება კორუფციის გავლით, იმიტომ რომ მათი მესიჯ ბოქსი გახდა ის, რომ თითქოს დევნილები 2-3 ბინას იღებენ, თუმცა იმდენად სრულელები მგონი ვართ, რომ ვერ იაზრებენ იმ ფაქტს, რომ შეუძლებელია მე თუ მომინდება 2 ან 3 ბინის აღება, ეს გავაკეთო სახელმწიფოს გარეშე, იმიტომ რომ ამას გასცემს სახელმწიფო და არა მოქალაქე, ამიტომ თუ სახელმწიფო უშვებს იმას, რომ 2-3 ბინა მისცეს ერთ ადამიანს, ეს არის კორუფციის ამბავი.